ფურცელზე სცენარი, ანუ ძალიან რთული გასაგები იყო ყველასთვის. და იყო ესეთი მომენტი, რომ დევიდ ლინჩთან ვარ სახლში და საუბრობთ ესე და მე ვთხარ დევიდ ესეთი სცენარი მაქვს. მოდი აბა მომიყევიო ეს ამბავიო რა. ხა უარი როგორ უნდა ვთხარო, ვერ იცი რა ვერ მოგიყვები და მთელი ფილმი ვითამაში და მთელი ფილმს უსმენდა დევიდი და მეყურებდა და ბოლოს მითხრა რომ ძალიან საინტერესოა რა. უნდა გადაიღო ეს ფილმი. აი მან მომცა ძალიან დიდი სტიმული რომ წავსულიყავი და ეს ფილმი გადამევა. და დევიდი თვითონ არის პროდიუსერი ამ ფილმის. სხვათა შორის ქართველია ის ადამიანი, ვინც დიდი ნაწილი ამ ფილმისთვის გააკეთა. მერიდება, რომ თქო მისგან არ მაქვს უფლება აღებული. ვინც ასე ვთქვათ ძალიან სერიოზულად დაუდგა ამ პროექტს ხარში. მე წეღამ თქვი, რომ არასდროს არ მთავრდება რაღაც. რა თქმა უნდა. და მე ამჩნევ კიდე შეცდომებს რა. რო უყურებ ვამბობ, რომ ხო იქ რო ეს მე ესე გამეკეთებინა უფრო საერთოდ, მაგრამ თუმცა ვინიც. საერთო ჯამში რა თქმა უნდა ყოფილი. თუ რთული პროექტი იყო და მე მგონია რომ შედგა რა. როდესაც შენ რაც გიყვარს იმას აკეთებ და ამით შენ არსებობ, ცხოვრობ თუ ასე შემდეგ, ეს ბედნიერებაა.